ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქს, რომელსაც ერქვა ნაინი. თან მიჰყვებოდნენ მისი მოწაფენი და დიდ ძალი ხალხი. ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, აჰა მოასვენებდნენ მიცვალებულს, დედის ერთა ვაჟს, ხოლო დედა ქვრივი იყო, დიდ ძალი ხალხი მოსდევდა მას ქალაქიდან. ქვრივის დანახვისას უფალს შეეცოდა იგი და უთხრა: ნუსტე. მივიდა და შეეხო ცხედარს. გამსვენებლები შედგნენ და მან თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადეკ. მკვდარი წამოჯდა და იწყო ლაპარაკი და იესომ ჩააბარა იგი თავის დედას. ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენ შორის და ღმერთმა მოხედა თავის ხალხს. ეს სიტყვა მოედო მთელ იუდეას და მთელ შემოგარენს. აუწყეს იოანეს მისმა მოწაფეებმა ყოველივე ეს. იოანემ დაიბარა ორი თავისი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა შესაკითხავად. შენ ახარის ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ. მივიდნენ ისინი მასთან და უთხრეს: იოანე ნათლისმცემელმა გამოგზავნა შენთან საკითხავად. შენ ახარის ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ. იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან, დაავისულებისაგან და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა. უთხრა მათ იესომ პასუხად: წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ. ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთროვანები წმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ. ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში. მას რის სანახავად გახვედით? კაცისა, რომელსაც რბილი სამოსელი აცვია. აჰა ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებით ცხოვრობენ, სამეფო კარზე იმყოფებიან. როცა იოანეს მოციქულები წავიდნენ, დაიწყო ლაპარაკი ხალხთან იოანეზე. რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? რიღას სანახავად წახვედით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც. ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც დაწერილია. აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოს შენი სახის წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე. ვინაიდან გეუბნებით თქვენ, დედაკაცთა ნაშობთა შორის არავინ არის იოანეზე დიდი, მაგრამ ღვთის სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია. მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა და მებაჟეებმაც კი განადიდეს ღმერთი და იოანეს ნათლობით მოინათლნენ. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მცოდნეებმა უარყვეს ღვთის რჩევა მათ მიმართ და არ ინათლებოდნენ მისგან. მაშინ უფალმა თქვა: ვის ვამსგავსო ეს მოდგმა და ვისი მსგავსნი არიან ისი? ისინი გვანან ყრმებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და ერთმანეთს გაზახიან, სალამურს ვუკრავდით და არც ეკვავდით, ვგოდებდით და არ სტიროდით. ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს და თქვენ კი ამბობთ, ეშმაკი ჰყავს. მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს და ამბობთ, აჰა კაცი, ჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. გამართლებულია სიბრძნე მისი ყველა შვილის მიერ.